3 4 მოგიძლიათ დატენოთ და დაიწყოთ. საინტერესო ტურნირი გამოვიდა, გამოვლინდნენ გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სამხედრო მოსამსახურეები. შესაბამისად გადაეცათ გამარჯვებულებს მედლები და თასები, რაც თავარია ტურნირი ჩატარდა უსაფრთხოდ. ეს არის აღსანიშნავი. 2016 წლის დასაწყისში ეს პირველი ტურნირი იყო, შესაბამისად წლის ბოლომდე ყოველთვე გაგრძელდება ამ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ესეთი ტურნირები შეიარაღებულ ძალებში. გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით ჩატარდა შეიარაღებული ძალების ტურნირი პისტოლეტის სისტემის საშტატო იარაღიდან სროლაში. ორ სახეობაში, სპორტულ და ტაქტიკურ სახეობებში. სპორტული სახეობა მოიცავს 15 მეტრიდან მისროლას უძრავ სამიზნეზე, 10 ვაზნის მისროლას, ხოლო ტაქტიკური სროლა მოიცავს მირბენით 10 მეტრიდან 3 სამიზნეში სროლას წყვილი გასროლებით. შესაბამისად გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ შესაბამის ხარისხის მედლებით, სიგელებით, ასევე პირველი ადგილის მფლობელი დაჯილდოვდა შესაბამისი თასით.